მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უგმეს მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ იცნობ, მე ვარ კატო. დავდეთ ცოტა დიდი ვიდეო და ვითხოვე, რომ იქნებ დამიწეროთ, რამდენად საინტერესო იქნება და რამდენად თქვენთვის კომფორტული და სასურველი ის, რომ პირადი დიაგნოსტიკები ჩატარდეს პირადი მოსვლით და არა მარტო ონლაინ, ხო? ნუ ვისაც რა თქმა უნდა ონლაინი და ონლაინ იქნება, ვისაც პირადი ესეთი შეხების სურვილი ექნება, მაინტერესებს უბრალოდ რამდენად კომფორტული იქნება თქვენთვის და რამდენად გენდომებათ მსგავსი მომენტი, რომ მეც გავითვალისწინებ და შესაძლებელია, რომ პირადად მივიღო კიდევაც ადამიანები ადგილზე. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთ პატარა გაშლა, პაუზა თუ დასასრული და ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი, ვინც მოვიდა და პაუზა იქნება თუ დასასრული. აი ეს ადამიანი არის, სხვათა შორის მე ესე ვიტყოდი, ამ ადამიანთან საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს, საკმაოდ ესეთი დიდ ენერგიასაც გაძლევთ, შეიძლება ითქვას, საერთო მიზნებიც ძალიან ბევრი გაქვთ, შეიძლება საერთო სურვილები გაქვთ, ადამიანი, რომელთანაც ძალიან დიდი კომფორტია, რომელთანაც ძალიან დიდი სწორი, ნახეთ, ახლა შეიძლება პაუზაზე თუ არის გასულიო და დასასრულზე ვფიქრობთო, აქ როგორ შეიძლება სწორი ურთიერთგაცვლა იყოს, მაგრამ ნუ ყველაფერი ხდება, შესაძლებელია რაღაცა ესეთი მოხდა ესეთი მომენტი, მაგრამ აქ თითქოს როგორ რაღაც ეს ადამიანები ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, კარგად ესმით ერთმანეთის, ესე რომ ვთქვათ, ნუ უბრალოდ რაღაცა შეიძლება სიტუაცია შეიქმნა, ხო, ისეთი, როდესაც უბრალოდ რაღაცა ნახეთ ცვლილებების მომენტის მდგომარეობა, რომელიც ჯერჯერობით ვერ დადგა, ჯერჯერობით ვერ მიიღო ადამიანმა გადაწყვეტილება და ნუ რაღაცა მომენტში შეიძლება თქვენ გახვედით ურთიერთობიდან, შეიძლება ის გავიდე, ნუ ყოველ შემთხვევაში გაურკვევლობის მომენტია. ნახოთ, პაუზა თუ დასასრულია. მე ესე გეტყვით, რომ ეს არის პაუზა, იმიტომ რომ აქ უბრალოდ ადამიანს სჭირდება დაფიქრება, აქ შესაძლებელია თქვენ სჭირდება, შესაძლებელია მას სჭირდება, აქ ურთიერთობა საბოლოო ჯამში მაინც უნდა დასრულდეს ოჯახით. აქ არ არის ის მომენტი, რომ ურთიერთობა უნდა გაწყდეს და რაღაცა არ გამოდის. აქ არის ის მომენტი, როდესაც უნდა გადავალაგოთ, ხო, შეიძლება აქ არის რაღაცა ესეთი ბევრი პრობლემა, ესე რომ ვთქვათ, ხო, ვისთვის მატერიალური, ვისთვის რაღაცა ესეთი რა ვიცი, სხვადასხვა მომენტებია, ხო, რაღაცნაირად და აქედან გამომდინარე, აქ უბრალოდ ადამიანს სჭირდება დაფიქრება, გაანალიზება და საბოლოო ჯამში აქ მაინც ურთიერთობა ოჯახით უნდა დასრულდეს, ისე რომ პაუზაა ეს ამბავი.